ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს 12 ივნისს ლერმონტოვის ქუჩის 80 ნომერში მომხდარმა ხანძარმა გათენაძების სახლის დიდი ნაწილი დააზიანა. ოჯახი ახლობლებს აფარებს თავს. მუდმივმოქმედა კომისიამ გათენაძების მდგომარეობა უკვე შეისწავლა. ნათია ლომაძე ისაუბრა დღეს დაზარალებულებს. გათენაძეების 9 წევრიანი ოჯახი ხანძარს უვნებლად გადაურჩა, თუმცა საოჯახო ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი ნაწილი დაიწვა. დაზიანდა სახლის სახურავიც. გათენაძეები 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამ დრომდე ახლობლებთან ცხოვრობენ. დიასახლისის განცხადებით, სახლის სადაც 20 წელი ცხოვრობდა, კაპიტალურ შეკეთებას ხანძრამდეც საჭიროებდა. მთავრობას ვთხოვ, რომ მომცეს თავშესაფარი. თმობ ამ რაც მეკუთვნის, რაც ჩემს შვილებს ეკუთვნის, შესაბამისი ადგილი მომცეს და ვთმობ ამ ადგილს ამ ყველაფერს და მივდივარ აქედან. თუ არ მომცემს ამ ბინას და რამეს ამ ბავშვების თავშესაფარს, მომცეს საშუალება რაღაცა ფინანსურად ამეხმაროს, ამაშენებოს აქ ისევლი აქა. ლერმონტოვის 80 ნომერში ხანძარი 12 ივნისს მოხდა. უბედური შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. შენობის სიძველესა და ავარიულობაზე საუბრობს უფლებადამცველი თამას ბაკურიძე. ეს სახლი უკვე გარემონტებას, შეკეთებას აღარ ექვემდებარება. აქ უკვე ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფომ თუ რა თქმა უნდა გამოიჩენს კეთილნებას, შესთავაზოს შესაბამისი ალტერნატიული ფარქი, ოღონდ ისე რომ 9 წლიანი ოჯახი დაგმაყოფილდეს. ოჯახს მერია დაეხმარება. სტიქი დაზარალებულთა მდგომარეობის შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ გათენაძეების დახმარების საკითხზე უკვე იმსჯელა. მათი გადაწყვეტილებით ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცემა. დაზარალებულს გადაეცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ამასთანავე 3 თვის განმავლობაში გადაეცემა ბინის კირას $300 ეკვივალენტი ლარებში, რომელთაც შევა და შეუძლია დაუშვათ არჩიოს თვითონ ბინა და შევიდეს საცხოვრებლად. ამასთანავე აღნიშნული საკითხი შესასწავლად გადაეცემა აჭარის მთავრობას. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახის ბინის უზრუნველყოფის საკითხს, მერიაში აცხადებენ, რომ გათენაძეების მდგომარეობას შემდგომ ეტაპზე სამთავრობო კომისია შეისწავლის.